დილა მშვიდობისა, გურუ. Nvidia-მ ახლახან გამოავლინა განსაკუთრებული შემოსავალი, შემოსავლების ზრდა 100%-ზე მეტი წლის განმავლობაში. აქციები საათების შემდეგ გაიზარდა დაახლოებით 4-დან 5%-მდე. Bitcoin-ი არის იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც გარიგებას ვაშენებ. ჩვენ განვიხილავთ Bitcoin-ს და Nvidia-ს, ულოცავ Nvidia-ს მფლობელებს. გამოიწერეთ და მოიწონეთ. ეს არის ჩემი საკუთარი გარიგება და ინვესტიციები და არა ფინანსური რჩევები. ისწავლეთ ჩემი მოგებიდან და წაგებიდან. თუ ეს დაგეხმარებათ, გაავრცელეთ მშვიდობა და დაიცავით ბუნებად ცხოველები და ერთმანეთი. ახლა ტექნიკურ ანალიზზე. Nvidia-მ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა საათის შემდეგ და დაახლოებით 4%-ით გაიზარდა $217 ახლოს. ჩემი აზრით, ამ შემოსავლის სიძლიერე სრულად არ აისახება ფასზე. ეკრანზე ნაჩვენები მეორე კვარტალის ანგარიში არის ფისკალური 2027 წლისთვის და მოიცავს ბოლო 3 თვიან კვარტალს. კვარტალური შემოსავალი იყო დაახლოებით $96.2 მილიარდი, რაც წარმოადგენს დაახლოებით 106%-იან ზრდას წელიწადში. GAAP-ის წმინდა შემოსავალი კვარტალში თითქმის $60 მილიარდი იყო, რაც ასევე დაახლოებით 106%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ეს არის არაჩვეულებრივი ფუნდამენტური შედეგები. ვასწავლი როგორც ტექნიკურ, ასევე ფუნდამენტურ ანალიზს საფონდო ბაზრის მასტერკლასში. ტექნიკური ანალიზი სწავლობს ფასების სქემას, ხოლო ფუნდამენტური ანალიზი იკვლევს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებელს. Nvidia-ს ფასი მოგების თანაფარდობა ამ მოხსენებამდე დაახლოებით 32 იყო და შეიცვლება ახალი შედეგების შემდეგ. ახლად გამოცხადებული კვარტალი ჯერ კიდევ არ არის სრულად ასახული ზოგიერთი ფინანსური მონაცემების ეკრანზე. ახალი ამბები ადასტურებს, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი გაორმაგდა წელიწადში დაახლოებით $96 მილიარდამდე, ძლიერი ზრდით და ძლიერი პერსპექტივით. ერთ აქციაზე მოხსენებულმა მოგებამ აჯობა მოლოდინს დაახლოებით 6%-ით, რაც ანგარიშში კიდევ ერთი ძლიერი მოულოდნელობაა. კვარტალურმა შემოსავალმა პროგნოზს დაახლოებით 3.9 მილიარდით გადააჭარბა. მოლოდინი უკვე უკიდურესად მაღალი იყო, დაახლოებით 92 მილიარდი, ასე რომ მათი დამარცხება შემოსავლების თითქმის გაორმაგების შემდეგ მთავარი შედეგია. Nvidia დაახლოებით 4%-ით გაიზარდა შემოსავლის დაცემის შემდეგ. Bitcoin-ი დაახლოებით $78,640-ია. იგი გამოჯანმრთელ და ყოველკვირეული გადაჭარბებული გაყიდვის პირობებიდან და დღიურ გრაფიკზე მაღლა მოძრაობს ძირითადი წინააღმდეგობისკენ 83.000-მდე. Bitcoin-ი კვლავ ხარის დროშას ჰგავს, ის უკან იხევს და შემდეგ აღდგება. ბოლო კლებამ მიაღწია დაახლოებით $77,500-ს, სანამ ფასი კვლავ გაიზარდა. $83,000 დონე რჩება მნიშვნელოვან წინააღმდეგობას. მე ვინახავ Bitcoin-ის ორ პარამეტრს ადრე. მცირე გარიგება არის დაახლოებით $75,000 და რისკავს დაახლოებით $654, რათა მიზანი მართული იყოს დაახლოებით 7,500, რაც ახლოსაა ჯილდოს რისკთან 11-დან 1-თან. უფრო დიდი კონფიგურაცია არის დაახლოებით $69,000 და რისკავს დაახლოებით $900, რომ მიზანი მართული იყოს დაახლოებით 13,000, დაახლოებით 14,1. უფრო ფართო სტრუქტურა კვლავ ჰგავს ხარის დროშას ელიოტის 4 ტალღებს შორის. Bitcoin-ი კლებულობს წინააღმდეგობის მახლობლად, თუმცა 4 საათიანი დიაგრამა იწყებს ზევით ტრიალს. იგივე ბრძანებებს ვასრულებ. ჩემი ამჟამინდელი 1 მაისი Bitcoin-ის პოზიციას ზღვარს უახლოვდება და შემდეგი შეკვეთები დაახლოებით $75,867 და $75,800-ია. Nvidia-ზე დაბრუნებისას კომპანიამ აღნიშნა 100%-ზე მეტი შემოსავლის ზრდა წელიწადში. მეორე კვარტალში შემოსავალი გაორმაგდა და $96 მილიარდს მიაღწია, ძლიერი მოთხოვნით და მესამე კვარტალში ძლიერი პერსპექტივით. პრემარკეტულ გარიგებაში Nvidia არის დაახლოებით 4%-ით $218-თან ახლოს და შეიძლება გადავიდეს ყველა დროის მაქსიმუმზე, დაახლოებით 226. დიაგრამა აყალიბებს ზრდის მოკლევადიან შაბლონს, რომელსაც მე დინოზავრის შაბლონს ვუწოდებ.
ნიმუში ორ ფეხს და დინოზავრის თავს წააგავს და მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვეულებრივ აყვავებულია. ჩემი ორი გაფრთხილება მეტი Nvidia-ს დასამატებლად რჩება მხარდაჭერის მახლობლად $189 და $164. Nvidia გაიზარდა დაახლოებით 2300%-ით ჩემი ძველი პოსტების შემდეგ, დაახლოებით 23-ჯერ. $1000 გახდებოდა დაახლოებით 23,000. მე პირადად ვყიდულობ Nvidia-ს დაახლოებით 2015 წლიდან. სხვაგან ბიტკოინი შედარებით ბრტყელია და ნავთობი იზრდება, რაც შეიძლება მიუთითებდეს განახლებულ შეშფოთებაზე ირანის მიმართ. Uniswap გაიზარდა დაახლოებით 2%-ით, Apple და Meta დაახლოებით 1%-ით, ხოლო Nvidia დაახლოებით 4%-ით გაიზარდა საათის შემდეგ. დაახლოებით $28,000 ღირებულების ერთი პოზიცია ჯერ კიდევ 3,000 ითიკლებს. ჩემი Uniswap პოზიცია დაახლოებით $200-ით გაიზარდა ერთი კვირის შემდეგ, მაშინ როცა გუშინდელი BEM გარიგება მხოლოდ $11 მოგებას შეადგენს. რამდენიმე A მოდელმა გახსნა BEM Belongs Elite A Traders ჯგუფში. Cloud Opus 4 მაისით ასევე დაასრულა წარმატებული Solana სამიზნე, ხოლო Check 5 ივნისის სწრაფად გახსნა კიდევ ერთი Solana ხანგრძლივი. სხვა A მიზნები მიღწეული იქნა Microsoft-ის, Apple-ისა და SpaceX-ის გარიგებაში. Clash of Clans-ზე შეგვიძლია შევადაროთ ამჟამინდელი ლიდერბორდი და ვნახოთ, რომელი მოდელებია საუკეთესოდ. Chat Soul Ultra ახლა დაახლოებით $82,000 სიმულაციური სავაჭრო ანგარიშზე. პლატფორმა აჩვენებს თითოეული მოდელის გარიგებებს 15 წუთის დაგვიანებით და საშუალებას აძლევს მაყურებელს შეადარონ ისინი. თითოეული მოდელის გვერდი აჩვენებს მის სავაჭრო ისტორიას, პროფილს, დაზვერვის რეიტინგს, მოგებას, სტოპ-ზარალს და მოგებასა და ზარალს. გარიგებების კოპირება ასევე შესაძლებელია მხარდაჭერილი ბირჟებით, როგორიცაა Wix და Bybit. სრული ისტორია ხილულს ხდის ყველა მოგებას და სტოპ-ზარალს. Check 5 ივნისი Ultra მშვენივრად მუშაობს, ხოლო ადამიანი ტრეიდერის კომბინირებული შედეგი ამჟამად მე-16 ადგილზეა ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან შედარებით. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Clash of Clans, რომლებიც ხელმისაწვდომია თვეში $99 ან YouTube წევრობის ღილაკის საშუალებით, plus Wix, Bybit ბონუსი, უფასო Telegram და გაცვლითი ინფორმაცია. Telegram-ის საზოგადოება უახლოვდება 7,000 წევრს. აღწერაში ასევე შედის Wix $200-იანი შეთავაზება, Clash of Clans, Growbar და საგანმანათლებლო კურსები. საზოგადოების წევრები აგრძელებენ შედეგების გაზიარებას. ერთი სტუდენტი აღნიშნავს დაახლოებით $109,000 მოგებას და ორჯერ აღემატება თავდაპირველ ინვესტიციას. კვირის ბოლომდე ვაპირებ iPhone 17 Air-ის გაჩუქებას. კვალიფიკაციისთვის დარჩით აქტიური და კომენტარეთ და გააზიარეთ თქვენი Bybit გარიგებები. iPhone გადავა Bybit ტრეიდერთან. როდესაც Clash of Clans ჯგუფი მიაღწევს 250 წევრს, ხოლო დაახლოებით 20-ს ჩვენ ასევე ვაჩუქებთ MacBook Airs. ამით დასრულდა ბაზრის განახლება. გილოცავთ Nvidia-ს ძლიერ შემოსავალს და სამუშაო საათების შემდეგ მოგებას. გასულ კვირას ბიტკოინზე დაახლოებით $29,000 გამოვიმუშავეთ. გუშინ ავიღეთ გარკვეული მოგება და გარიგებას ისევ ვაშენებთ. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ხვალ გნახავ.